ვარ მარიამ მიქელაძე 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მე ვიცი იას და ხატვა, ვიცი ვარდის და ხატვა, ვიცი გოგონას და ხატვა და ვიცი სახლის. ყველაზე რთულია გემის და ხატვა, ყველაზე ადვილია სახლის და ხატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ბიჭების ფერია და არ უხდება ნახატს. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 40 კარგი ნახატი. ერთი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ამ ნახატზე ხატია თოვლიანი მთები, სახლი და მზე. სახლში მქონდა 5 ნახატების გამოფენა. ამ გამოფენის მუდმივი სტუმარია ჩემი ძმა. ერთხელ ჩემი ნახატი იყიდა დედაჩემმა ორლარად. მე ფული როცა მაქვს ძირითადად ვხარჯავ წიგნებში, კაფეტებში და სათამაშოებში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ტვიქსი. საყვარელი საჭმელია ყველიანი მაკარონი. სხვათა შორის მე კარგად გამდის საჭმელების გაკეთება. პირველად რო გავაკეთე საჭმელი ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ პიცას. ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარია ლაბუ. ეს არის ახალი სათამაშო. ტრენდულია, ყურები აქვს და ძალიან საყვარელია. ოღონდ ჩემი საყვარელი არაა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მეგობრები და კარგი მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნუცა ტამოევა. ყველაზე ჭკვიანი ლევან ბერიძე. ყველაზე მშვიდია ნინა მამულაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანასტასია მძნელაძე. მე ყველაზე საყვარელი ლამაზი და პრანჭია. რავი პრანჭების წუნა-წასვლა მიყვარს ბებიასთან და ბაბუასთან. ერთი ბებია ცხოვრობს კახაბერში და მეორე ტყუპებში. ორივე ერთმანეთს უკეთესია და ძალიან მიყვარს მასთან სტუმრობა. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია მნენა დევაძე. იმიტომ რომ თბილია, ლამაზი და პრანჭია. რო გავიზრდები მინდა გამოვიდა ექიმი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მხატვარი. მე ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა. ერთი წელი ვცეკვავდი ასამ ბლილეში. მე იმიტომ გამოვედი, რომ დრო აღარ ყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ხარჯება თამაში, სწავლაში და გართობაში. ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი. ცეკვაში ყველაზე რთული იყო ახალი ილეთის სწავლა. ყველაზე ადვილი იყო ძველი ილეთის გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. კონცერტი იმიტომ არ მქონდა, რომ მასწავლებლებს არ უყვარდა კონცერტები. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, იმიტომ რომ მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ალექსანდრე. ის არის მხიარული, ცელკი და ჭკვიანი. ჩემი აზრით ალექსანდრო გაიზრდება გამოვა პოლიციელი. მამიკორის მხიარული, ვაჟკაცი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ჭკვიანი, თბილი, კეთილი და ლამაზი. კიდევ არის სრულმელი და განათლებული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ცეზარი. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გზელი წინდა სამროს თავგადასავალი. ზღაპრები და ყველაზე მეტად მიყვარს კონკია. პრინცესებიდან მე ვგავა რაპუნცელს. ბავშვობაში მინდა და რაპუნცელი გამოსულიყავი და ჩუმად ვისდიდით მას. ბიძა ჩემი სულ ჩუქნი და რაპუნცელის გასაფერადებელს. ჩემი საყვარელი ფილმია სტიჩი და ლილო. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი საუკეთესო თვისება? ჩემი საუკეთესო თვისება, რომ ვარ ძალიან თბილი. ცოტადი გამოსასწორებელი მაქვს სიზამაცე, იმიტომ რომ დილას ძილი მიყვარს. ჩემი საყვარელი სიზმარია, როცა მე სიზმრება სტიჩი. შემდეგ მონაწილეს ვუტავებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი ტელეფონის თამაშია ტოკა-ბოკა. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს გაშიშვანა. ჩემი ნება რომ იყოს აგძალავდი ფეხბურთს. იმიტომ რომ ეს თამაში გოგონებს არ უხდებათ. ავილებიდან მე გავარ იას. ასე იმიტომ მგონია რომ დედაჩემი იას მეძახის და მივაჩვია. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება, ლაბუბუს ჩუქება და დედიკოს და მამიკოს ჩაყუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.